შევქმნათ მუნიციპალურ დონეზე, იდეაში მთელ საქართველოში უნდა იყოს ეგრე, მაგრამ მუნიციპალურ დონეზე, თბილისის მასშტაბით შევქმნათ მუნიციპალური სოციალური აფთიაქების ქსელი, რომელიც აი ზუსტად ერთ-ერთში იგივეს გააკეთებს, რასაც აკეთებს ავერსი, PSP, GP რა ქვია კიდე, GP და ფარმადეპო თუ რაღაც. აი ზუსტად ხო არის ერთ საშუალო სტატისტიკურ კორპუსში ყველა ეს აფთიაქი. აი თბილისში სადაც კი არ გაიხედავ, ერთი კორპუსი თუ დგას, ძველი ხრუშოვკა ან 8 სართულიანი, აი 3-4 აფთიაქი ხო არის? აი მეოთხე, მეხუთე აფთიაქი იყოს აი ეს თბილისის მუნიციპალური სოციალური აფთიაქი, სადაც აი ზუსტად იგივე წამლები გაიყიდება ერთი ნიუანსით. ამოცანა ამ სოციალური აფთიაქების უნდა იყოს მინიმალური ფასი. ცხადია, ჩვენ ახლა უფასოდ ვერ დაურიგებთ, იმიტომ რომ უფასო არაფერი არ არის ამ ქვეყნად, მაგრამ უბრალოდ მინიმალურ რენტაბელურობაზე რო იყოს ორიენტირებული. თუ წამალი ღირს მაგალითად 10 ლარი, ეს კონკრეტული სააფთიაქო ქსელი რომ შეინახოს, რამდენი უნდა გავაკეთოთ ფასნამატი, აი ეგ დავადოთ. და რენტაბელურობაზე წავა. ანუ თავისთავად შეინახავს და უფრო იაფად მიაწვდის მომხმარებელსაც ამ წამას. რატომ არ შეიძლება ეს გაკეთდეს? თან რაღაც რევოლუციურს და ექსპერიმენტს კი არ ვითხოვ, კაცო. შვედეთში 1971 წლიდან 2009 წლამდე მთელი ფარმაცევტული ეს ინდუსტრია იყო მხოლოდ სახელმწიფოსი. აფთიაქების ქსელი ყველა სახელმწიფოსი იყო. ფიქსირებული წამლებზე იმებით, ფასებით. 2009 წლიდან დაუშვეს ამ სექტორში კერძო ინვესტიციებიც, ანუ კერძო სააფთიაქო ქსელების გაჩნდა, მაგრამ იქაც იმ კერძო სააფთიაქო ქსელების წამლებს დღემდე სახელმწიფო აფიქსირებს, დღემდე სახელმწიფო ადგენს და არეგულირებს. თუმცა ამის მიუხედავად 1/3 ბაზრის ამ ფარმაცევტული ბაზრის დღემდე სახელმწიფოსია. დღემდე არსებობს ის კერძო აფთიაქები და შვედეთი რა ცუდი სახელმწიფოა ამ კუთხით? შეიძლება შვედეთს თავისი პრობლემები აქვს კულტურული, იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეგ თვითონ გამოიწვიეს. მაგრამ სოციალიზმის თავისუფლების კუთხით არ ამგონია რომ საქართველოს ყველანაირად მაგარი ქვეყანა. ანუ შვედეთში მიდის საქართველოსდან ხალხი საცხოვრებლად და არა პირიქით. შვედეთიდან საქართველოში გადმოსახლებული კაცი მე არ მინახია სოციალური სახელმწიფოს აი ფუნდამენტური მიდგომა. რაზეც კონსტიტუციაში გვიწერია, ეგეც უთხარი მე. კონსტიტუციის მეხუთე მუხლში ჩვენ პირდაპირ გვიწერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სოციალური სახელმწიფო რას ნიშნავს, იცი? ნიშნავს იმას, რომ თუ არჩევანი არის კერძო ინვესტიციასა და ბიზნესსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის, სახელმწიფომ ყოველთვის უნდა დაიჭიროს მოსახლეობის ინტერესებიდან მხარე. კალაძე იქ ამბობდა, რომ ბიუჯეტში არ არის ფული, არ ჭირდება ფული. არანაირი ბიუჯეტი პირიქით. აქ საწყისი კაპიტალია, საჭირო რომელიც არ იკარგება. საწყისი კაპიტალი გვჭირდება. ანუ პირიქით მე წინააღმდეგი ვარ, რომ რაღაცა სუბსიდიები ამ დარგში გადაუხადოთ ხალხს. სუბსიდიებით არც გამოვა, არც გამოვა, კაცო, პირიქით მე ვარ მომხრე, რომ რაღაცა კი არ ვაჩუქოთ და კი არ შევინახოთ და რაღაც სოციალური პროგრამა კი არა, კაცო. იყოს რენტაბელური ბიზნესი, იყოს ეს მუნიციპალიტეტის სახელმწიფოს ბიზნესი, ოღონდ მინიმალურ ექსტრა მოგებაზე არ უნდა იმუშაოს, არანორმალურ მოგებაზე არ უნდა იმუშაოს, როგორც ამას კერძო აფთიაქები აკეთებენ და კერძო მაღაზიები აკეთებენ, სუპერმარკეტები. მინიმალურ მოგებაზე იმუშაოს. რატო ამის მენეჯმენტი შეუძლებელია? ეს იმდენად რთულია, რომ კალაძემ თქვა, რომ ცოტა ისე მოხდა ხურში, როგორ სახელმწიფო შევიდეს საფთიაქო ბიზნესში, რა თქმა უნდა, შევიდეს. რა პრობლემაა? სახელმწიფომ უნდა აკეთოს ზუსტად იგივე, რასაც აკეთებს მაგალითად PSP, GPC. რა პრობლემაა? უბრალოდ GPC თუ და PSP და ეს მონოპოლისტები ავერსი თუ უგებენ სიტყვაზე ლარად ნაყიდ წამას 10 ლარად თუ ყიდიან, სახელმწიფომ უნდა გაყიდოს 2 ლარად. ანუ უბრალოდ რენტაბელური იყოს ბიზნესი, მეტი არაფერი. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ეს ჯერთი ლოგიკურია, სულ რო შენ პრაქტიკული მაგალითი არ გქონდეს, აი სხვა ქვეყნების კონკრეტული გამოცდილება არ გიდევდეს გედოს მაგიდაზე, ისედაც ლოგიკურია ეს რაზეც ყვებით, ხო? ეს არ არის რთული, ეს არის კვანტური ფიზიკა, რომ ვერ გათვალო. უმარტივესია. კერძო
კომერციული ინტერესი ყოველთვის ორიენტირებულია ექსტრა მოგებაზე. ყოველთვის. შენ რა შესაძლებლობას მისცემ, იმის ფარგლებში იმოქმედებს. თუ შენ ეს შესაძლებლობები აღარ დაარეგულირე და მიეცი თავისუფლად მოქმედების ასპარეზი, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობისგან მაქსიმალური მოგება მიიღოს. ეს არის კაპიტალის ბუნებრივი ინტერესი. შვედეთის აი ეს ჰიბრიდული მოდელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამართულ მოდელად. მაგრამ უყურე რატო არ უნდა ხელისუფლებას ამის გაკეთება? ამას პასუხისგებლობა ჭირდება. ერთი პასუხისგებლობა ჭირდება, ესე იგი შენ ვიღაცას უნდა დაუპირისპირდე, ხო? ვიღაცას ზედმეტი მილიონები ვიღაცა ისე თვითონ არის. ვინ არის ის ვიღაცა? ვინც არის ამ ეგრეთ წოდებულ ბიზნესში გარეული და არანორმალურ შემოსავალს იღებს ხალხის გაღატაკების ხარჯზე? თვითონ არიან, ყველა ეს ხალხი არის ერთი ეგრეთ წოდებული ელიტაა. ბიზნეს, ფინანსური და პოლიტიკური ელიტა. და თავის თავს ხო არ დააზიანებენ, თავის თავს ხო რაღაც ზედმეტ მილიონს, რომელიც არ ჭირდებათ რეალურად, ისედაც ძალიან ბევრი ფული აქვს. ეგ ის გაუგია კაცო, რას ხალხი, ძვირი უნდა მიყიდო, აბა როგორ.